ეს ხალხი არ არიან დამოუკიდებელი პიროვნებები და არც არიან პოლიტიკოსები. უყურეთ რა შეასახმე პოლიტიკოსმა უნდა კონდეს უნარი მართოს თქვათ ქვეყანა და საზოგადოებისთვის რაღაც სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ ხალხს ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ მარტო რამდენი წელია ჩვენ ვიცნობ. რაიმე პოლიტიკური განცხადება გაუკეთებია გარდა შოუსი, გარდა ძალადობისა და რაღაცა ხრიკებისა, რითიც ცდილობენ რომ მაგალითად ქვეყანა თუნდაც ეკონომიკურად ჩამოაქციონ და რაღაცა ფორმით სათავეში მოექცნენ. არა, 150 კაციან პარლამენტში 61 ხმას რომ აიღებ, 61 ხმას და პოლიტიკური ჯგუფი ქვია, პოლიტიკოსი ქვია და უარს რომ მიტყვი იქ შესვლაზე და დაიწყებ, ანუ ფაქტიურად პოლიტიკოსმა უარი თქვა თავისი ფუნქცია მოვალეობის შესრულებაზე, ხომ ეხუმრებით 800,000 ხმა მიიღეს, ხო? 800,000 ხმის მიმღებებმა, პატრონებმა ეს ხალხი გადააგდეს, როგორ დავიჯერო რომ 800,000-დან სულ ყველას უნდა და რევოლუცია. ეს ხო გამოჩნდა აქციები. შანსი ხო ნულია, აგერ არის რაც არის, აი რევოლუცია, ვისაც უნდა კიდადიან იქ რა ქვია, აქციებზე. და ერთი მაგდენი დაამატე კიდე რომ გამოვიდეს ქუჩაში. ეს არის და ეს. ანუ ამ ხალხმა როგორც უწინ რო იყვნენ, ეს იყო ჩვეულებრივი დაჯგუფება, რომელიც შექმნილია დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, რასაც ხელისუფლებაში რო იყვნენ იმას აკეთებდნენ, მეტი არაფერი არ იციან ამ ხალხმა და უკვე იმ დონეზე არიან აგენტების როლში შესული, რომც უნდოდეთ ეხლა ამათ, რომც უნდოდეთ მაგალითად სხვა რელსებზე მოტრიალდნენ, გამორიცხულია ამდენი მილიონები ახარჯეს ამ ხალხს და ეხლა ამას მიცემენ საშუალებას, რომ რაღაცა ეროვნულობაზე დაიწყონ საუბარი ან რაღაცა ქართველების ღირსებაზე. ნული, ამათი პოლიტიკოსობა არის დამთავრებული. ამათი ხელისუფლებაში კანონიერად მოსulis შანსი განულებულია და კიდე ნულს ქვემოთ არის. იმიტომ რომ თვითონ ამ პიროვნებებმა შექმნეს ბაზა და საზოგადოებას დაანახეს, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერასოდეს ვერ იარსებებენ და ვერც გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. არ არსებობს ეხლა რანაირად კაცო რუბიოს რაღაცა განცხადება ისე გაუხარდათ მართლა. ნუ ასეთი მონობა კიდევ ჩვენ გვეძახიან მონებს რა. ანუ ხო ხდები არა ეგ რა არის არა. ესეც ჩვეულებრივად გათვლილია იმაზე რომ თავისი ამომრჩეველი ხო ხდება კაცო. იმ ვინც ხმა მიცა ისიც ხო უყურებს რომ პარლამენტში არ შევიდნენ. აქ რაღაც ცირკებს დგავენ, რაღაცა გამოდიან და პროვოკაციებს აკეთებენ, ეს პროვოკაციებიც არ გამოსდით, როგორც იყო 9 აპრილი, ეხლა 26 მაისს კიდე რაღაცა პროვოკაციას და ასე შემდეგ. ხო ეს პროვოკაციებიც არ გამოსდით. ამათი ნათქვამი სერიოზული რაიმე არაფერი გაუგია ამ ხალხს, რომელიც ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის იქნება, პოლიტიკასთან იქნება დაკავშირებული, არაფერი არ სმენია და გაუგია და ხა ნორმალური ადამიანი დაფიქრდება, რანაირად შეიძლება ამისი პოლიტიკოსობა. არ შეიძლება. თავისთავად ცხადია, ეს ხალხი არის მოსაცილებელი, არ ჭირდება ქვეყანას, ნამდვილად არ ჭირდება არანაირად. და ყველაზე კარგი და სწორი და შეიძლება მტკივნეული ნაბიჯიც იყოს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ პარტიის და პარტიების აკრძალვა ეს იქნება ეროვნული აი ქვეყნისთვის დამიჯერეთ გათავისუფლება. აი ქვეყანა რომ გაათავისუფლოს, სუნთქვა რომ დაიწყოს რა საზოგადოებამ და ქვეყანამ. ეს არის მოსაშორებელი ხალხი. აზრი არა აქვს ამათ პოლიტიკოსობას, სადაც გინდა წაიყვანე, სადაც გინდა წამოიყვანე, რომელ პარტიასაც გინდა ამოაფარე, დამთავრებული აგენტი არის აგენტი. ვინ მიცემს საშუალებას ყავს? მე ხა უბრალოდ რა მდგომარეობაში არიან დღესაც კიდე, მაგრამ აი გირჩის დაჭერამ რაქნა, ანუ მე რა მაფიქრებინა თქვა, ჩვეულებრივ ამ ჩემ თავზე არ ვიძახი, ჩვეულებრივ მოქალაქის უყურე, ესენი აქამდე იყვნენ გაგულისებულები, თუ გახსოვთ ჩვენთანაც და ანუ იყო ხოლმე ესეთი რაღაცა აქ რო ქონდა საზოგადოებას ყელში რო ყავდა ხოლმე ამოყვანილი პიროვნებები, პატრონი რო ყავდა და რო ვერ იჭერდნენ, არ იჭერდნენ და რაღაცებს რო ჩადიოდნენ და საზოგადოება უკვე დაზაფრული და დაძაბული იყო ხოლმე. იყო ესეთი კომუნისტების დროსაც იყო, მერეც დღესაც ასე შეხვალაც და ესე იქნება. ესე იყვნენ გაგულისებულები ესენი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხარდაჭერისა გამო. ანუ ხელისუფლება ცდილობდა რომ რაღაცა დაძაბულობა არ გამოეწვია და თავზე ხელს უსვავდა. დღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დამნაშავე
აგენტი, მამაძაღლი უნდა იყოს თავის ადგილას. მისი ადგილი არის ციხეში. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, მორჩა და გათავდა. ამას ვინც არ უნდა დააფაროს ხელი, საზოგადოებას სჭირდება კანონი და სამართლიანობა.